მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანა ავალიშვილი და Silk Universal-ზე წარმოგიდგენთ ყოველკვირეულ გადაცემას კონსულტაცია ვეტერინართან. ჩვენი სპონსორია ვეტერინარიული კომპანია მეგავეტი. გადაცემაში დღეს ნახავთ ექიმი ვეტერინარის ვახო მამალაძის კონსულტაცია. რუბრიკას სტუმარი აჩი ფურცელაძეს და მის ერთ-ერთ ოთხფეხა მეგობარს ბენჟამენს მასპინძლობს. ძალიან ემოციური და თბილი ამბები ჩვენს ეთერში. იმისათვის, რომ თქვენი ძაღლი მუდამ ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს, აუცილებელია საკვების სწორად შერჩევა. ვეტერინარიული კომპანია მეგავეტი წარმოგიდგენთ მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ფრანგული ბრენდის ვირბაკის ჰიპერპრემიუმი ხარისხის ძაღლისა და კატის საკვებს. ვირბაკის პროდუქცია შეისწავლეს და ერთხმად საუკეთესოდ აღიარეს მსოფლიოს ცნობილმა მეცნიერებმა. ვირბაკი თქვენი საყვარელი ცხოველის ჯანმრთელობის გარანტიაა. პროდუქციის შეძენა შეძლებთ როგორც საქართველოს ბაზარზე არსებულ ვეტაპთიაქებსა და ზოომაღაზიებში, ასევე მეგავეტის ქსელში. მისამართი: საბითუმო ბაზა, ცენტრალური ოფისი, წერეთლის გამზირი 117D, ქალაქი თბილისი. ტელეფონი 0322 83 20 20. ვეტერინარიული აფთიაქი, ზოომაღაზია, საცალო ბაზა, წერეთლის გამზირი 125. ტელეფონი 591 09 33 33. წერეთლის გამზირი 133B. ტელეფონი 551 00 11 44. მაშასე ჩვენს ეთერში გადაცემის სამედიცინო ნაწილის დროა. ტრადიციულად შემოგიერთდებით ექიმ ვეტერინართან ვახო მამალაძესთან ერთად. ოღონდ ამჯერად ვიმყოფებით მეგავეტის ოფისში. მე მინდა უფრო უკეთ გაგაცნოთ ეს კომპანია. ეს არის ლიდერი დისტრიბუტორი კომპანია, რომელსაც შემოაქვს ყველანაირი საკვები, მედიკამენტები, ჰიგიენის საშუალებები. შეიძლება ითქვას ყველაფერი თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება ჩვენს ექიმთან ერთად გავაკეთოთ განმარტებები, სეზონური დაავადებები. ჩვენ ხშირად გვისაუბრია ამ თემაზე, თუმცა ვერ ვასახელებდით კონკრეტულ მედიკამენტებს და ახლა ამჯერად უკვე გვაქვს საშუალება მეგავეტის ჩვენი პარტნიორების დახმარებით კონკრეტულ მედიკამენტებზე ვესაუბროთ ჩვენს ტელემაყურებლებს, რათა უფრო თვალნათელი შთაბეჭდილება შეექმნათ, როგორ დაეხმარონ თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს. გთხოვ. სიამოვნებით და სოდიშოს მე მიხარია, რომ ეხლა ვარ მეგავეტის ოფისში, სადაც მართლა წარმოდგენილია n რაოდენობით მედიკამენტები. მე მგონი მას მე დეტალებში მოხდება ამის ჩვენება. მაგრამ დღესდღეობით ანტიპარაზიტულ დაავადებებზე ვისაუბრებთ, მოგეხსენებათ რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად და გაქტიურდებიან ტკიპები, რწყილები, რა თქმა უნდა და უტევენ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, რამაც შეიძლება ძალიან ისეთი დაავადებები, ინფექციური, ტკიპური ინფექციები გამოიწვიოს, როგორც არის ერლიხიოზი, ანაპლაზმოზი, ბაბეზიოზი, ბორელიოზი და კიდე n რაოდენობით ძალიან ბევრი დაავადება, რამაც შეიძლება ლეტალურადაც კი დაასრულოს. ჩვენ მართლა ვერ ვახსენებდით, ვერ ვლაპარაკობდით რაღაც ფორმატიდან გამომდინარე, მაგრამ დღეს გვაქვს ამის საშუალება და თუ შეიძლება მინდა წარმოგიდგინოთ უნიკალური პრეპარატი, როგორც არის სიმპარიკა ტრიო. სიმპარიკა ტრიო ეს გახლავთ აბები, რომელიც ესე იგი როგორც პროფილაქტიკური, ისე სამკურნალო მნიშვნელობითაც ძალიან ეფექტურია და ძალიან კარგია. სამკურნალო მნიშვნელობით თუ დავუშვათ კანის დაავადება აქვს სარკოპტოზი, დემოდეკოზი, ნოტოედროზი და ასე შემდეგ. ძალიან ეფექტურად მკურნალობს, ესე იგი კლავს პათოლოგიურ აღმძვრელებს, ესე ვთქვათ, და მთლიანობაში იწვევს ცხოველის გამოჯანმრთელებას, მაგრამ პროფილაქტიკური ღონისძიების კუთხით ეს არის ექტოპარაზიტების და ენტოპარაზიტების, ჰელმინტების და კანში არსებული, ესე იგი ტკიპების და რწყილების მოსასპობის საშუალებაა, უბრალოდ სიტყვებით რომ ვთქვათ. ამ დროს რა ხდება? ეს ბოჭავს ნერვულ სისტემას ტკიპების, ისინი კვდებიან და მკვდრები ჩამოვარდებიან. ოთხფეხა მეგობარი კი თავს გრძნობს იდეალურად, უნიკალურად და ყველაზე განსხვავებული რა არის, ამ პრეპარატს თვითონ ჩვენ ნაძალადებად კი არ ვტენით პირში ჩვენ ცხოველს, არამედ რაღაცა საგემოვნო რაღაც ისეთი შემადგენლობა აქვს, სიამოვნებაი ხორცის სუნი აქვს და მომატყუებელი რაღაცა ისე და სიამოვნებით ჩაყლაპავენ ისე რომ ისე იგი მფლობელი ცხოველის ესე იგი არ არის გაწვალებული მკუთხით, რომ როგორ მიაწოდოს ცხოველს ეს პრეპარატი.
ვახო, აი კურნალობა რა ვადას მოიცავს დაუშვათ რამდენი თვის განმავლობაში და რა დოზით უნდა მივცეთ ჩვენს ცხოველს. საერთოდ სიმბარიკატრიო გათვალისწინებულია 4-5 კვირის განმავლობაში. ესე იგი ჩვენ როდესაც ჩვენ ცხოველს ვაძლევთ ამას 4-5 კვირა გარანტირებული ვართ რომ ესე იგი ცხოველს ექტოპარაზიტები არ ეყოლება. ერთი აბის მიცემა წონის შესაბამისად. წონის მიხედვით ეს უკვე ვეტაპთიაქებში ხდება ამის დაზუსტება და დაწმანება. ასევე მე მინდა ვილაპარაკო ევიკო არის ვირბაკის ფირმის პრეპარატი, ძალიან კარგი პრეპარატი არის. ანტიპარაზიტული საშუალება არის. ეს ფაქტიურად ეს პრეპარატი ესე იგი არის თავზე კისერზე ხერხემლის გასრევ და დავაწყვეტოთ ჩვენ მაგალითად ჩვენს ოთხფეხა მეგობარ ძაღლს და ამ დროს ანალოგიურად იგივე მექანიზმი ხდება იბოჭება ნერვული სისტემა ისინი კვდებიან და ჩამოვარდებიან პირდაპირ. გარდა ამისა ეს გათვალისწინებული კიდე ისეთი კანის აი კანქვეშა დემოდექსას მოსასწრო დემოდეკოზის დროს, სარკოპტოზის დროს, ფსოროპტოზის დროს, ოტოდექტოზის დროს აი ეს ისეთი რაღაცებია და მაგრამ თუ სამკურნალო ეს კი მიმართულებით ჩვენ ვიწყებთ ესე ორ კვირაში ერთხელ უნდა დავაწყვეტოთ და თუ პროფილაქტიკური მხოლოდ თვეში ერთხელ ძალიან ცნობილი ბრენდია მასთან რაუდ პრეპარატები აქვს საკვები აქვს ძალიან რა თქმა უნდა და სხვათა შორის სამკურნალო მიმართულებითაც კი არის შარტკენჭოვანი დაავადებების გუში ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს და სხვადასხვა ბევრ და პათოლოგიებსაც მოქმედებს. სიმპარიკასთან დაკავშირებითაც აღსანიშნავია ის რომ ფასი არის ბევრად უფრო ხელმისაწვდომი ვიდრე ანალოგიური ტიპის სხვა საშუალებები. არ არის ძირითადად ძალიან ეფექტურია და მისაწვდომია ეს ყველასთვის ხელმისაწვდომია რა თქმა უნდა იმიტომ რომ თვითონ პრეპარატი არის კარგი ფასი არ არის მაღალი და შედეგიანი ყუთის. 3 აბი არის მოთავსებული, რომელიც პერიოდულად უნდა მიიღოს ცხოველმა და ისინი თვეში არა, თვეში 1 აბი. თვეში 1 აბი. კვირაში 1 აბი. ანუ 3 თვის განმავლობაში არის დაცული ცხოველი. 3 თვე ხო, ანუ ესეთი შეფუთვა არის. ასევე მე მინდა ვილაპარაკო Power Gold-ზე. Power Gold-ის სხვათა შორის ეს არის არგენტინული პრეპარატი, Braueris ფირმის არის და მე ვიტყოდი რომ ამ პრეპარატის ეს მხოლოდ ექტოპარაზიტებზე, ტკიპებზე და წყილებზე მუშაობს. ასევე კანქვეშა დაავადებებზე, ეხლა მასაც დეტალებში ჩამოვთვლი და ყველა სასწაული რა არის, 3 თვიანი მოქმედების აქვს, კი, 3 თვე, 90 დღე უნიკალურად მოქმედებს ორგანიზმზე და არანაირი ექტოპარაზიტები, არანაირი, ესე იგი, კანქვეშა პათოლოგიები უკვე ვერ ნავარდობენ ცხოველის კანზე. მაგრამ განსხვავება ის არის, განსხვავება რომ ის არის ექტო და ენტო, ეს შიდა და გარე პარაზიტები, ეს მხოლოდ გარეთა პარაზიტები. მაგრამ მე მაინც ვიტყოდი რომ ესიც რა მივკითხით რომ აი როდესაც ცხოველს აი გაგანია ზაფხულის პერიოდში დაუშვათ ივნისი, აგვისტო, ან დაუშვათ ავიღოთ მაისი, ივლისი ხო, მაგალითად მე ჩემს საერთოდ ნამდვილად აი დამეფიცება ნამდვილად ჩემს ცხოველებს მე მივეცი, ნამდვილად მივეცი და ვიცი რომ ეს არის ეფექტური, ნამდვილად ეფექტური პრეპარატია და ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს ყოველთვის. პატრონი დასვენებულია რომ 3 თვე, 90 დღე მის ცხოველებს აყავთ ესე იგი პარაზიტები. მაგრამ გარდა ამისა არის ესეთი დაავადება დემოდეკოზი. ისე ვლაპარაკობ იმიტომ რომ დემოდეკოზი ძალიან მოდებული, ძალიან პრობლემური პათოლოგიაა და ეს პრეპარატი უშუალოდ ანალოგიურად როგორც პროფილაქტიკური ღონისძიების დროს კურნალობს ეფექტურად. ესე იგი შედეგი ძალიან კარგია. ადრე თუ დაუშვათ დავდიოდით კვირაში ერთხელ ინექციებზე ვეტერინართან, დღეს აღარ არის ესეთ საჭიროება, ამას ვივცემთ და უკვე ის მუშაობს კურნალობის თვალსაზრისითაც. აქ არის წარმოდგენილი ძალიან კარგი, ესე იგი იგივე იმობენდანი მაგალითად ეს არის ძალიან კარგი პრეპარატია, ეს Braueris ეს მართლა ეს მე კლინიკაში ამას ძალიან კარგად ვიყენებ ასაკოვან ცხოველებში, გულწიძავთა პათოლოგიების დროს, აი სარქველების პრობლემა როდესაც, გულის უკმარისობა როდესაც აქვთ, ძალიან კარგი პრეპარატია და ანალოგიურად აი აქ არის წარმოდგენილი არტრინი მაგალითად, ეს არის სახსრების დროს, შეიცავს გლუკოზამინს და როდესაც აი ასაკოვან ცხოველებს მოძრაობად გადაადგილება უჭერთ, ეს ძალიან ეფექტური პრეპარატი არის. ასევე მე აქ ვხედავ ბევრ აი ვიტამინებს და მულტივიტამინებს. კი, ვიტამინები ძალიან კომპლექსებს, ხო? კი, ყველა სახის ვიტამინები არის და საერთოდ ყველა ცხოველს აი განსაკუთრებით აი ზამთრის პერიოდში, აი გაზაფხულის პერიოდში ძალიან ინტენსიურად დახმარება ჭირდება, რომ მოხდეს იგი ენერგიის, ამინიფთერებაცვლის დარეგულირება რა თქმა უნდა და შემდგომში ბეწვის ხარისხი, კბილები, მხედველობისთვის საჭიროა რა თქმა უნდა, მივაწოდოთ მიკრო-მაკრო ელემენტები, ასე ყველა სახის ვიტამინები. აი ძალიან ხშირად
ჩვენი ტელემაყურებლები შენიცი მოგმართავენ ხოლმე შეკითხვები ჩვენი გადაცემის Facebook გვერდზე. მათ შორის არის შეკითხვები იმ შემთხვევაში თუ ცხოველს არ აქვს გაკეთებული სტერილიზაცია, რა ღონისძიებას მიუმართოთ. მე ვიცი რომ ჩვენი პარტნიორი კომპანიის მეგავეთის დახმარებით შეგვიძლია კონკრეტული მედიკამენტი დავუსახელოთ. კი, მაგითაც წარმოდგენილია სექსინიონი, სხვათა შორის ეს არის პროეს რომ ეს არის დენის ძაღლების ასე კატებში აწვდების საწინააღმდეგო საშუალება. ეს არის პერიოდულად მუდმივად ამის მიცემა მაინც არ არის რეკომენდებული იმ კუთხით რომ მაინც ეს ჰორმონალური პრეპარატია და ამიტომ ჩვენ იმ მომენტში უნდა მივცეთ, მაგრამ მუდმივად მთელი ცხოვრება ეს არ უნდა ვამყოფოთ ამაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ჩააქრობს იმ ახურებას ესე ვთქვათ და ხდება მე შემდგომში დამშვიდობა ცხოველის. მაგრამ სტერილიზაციის კასტრაცია მაინც ლიდერია, მე ვიტყოდი რომ მარტო ესე იგი მედიკამენტოზურ ჩარევა არ არის მართებული, მაინც პერიოდულად კი ბატონო, მაგრამ თუ გვაქვს საშუალება და ისა უნდა გაკეთდეს სტერილიზაცია, კასტრაცია აუცილებლად. გაზაფხულია. კონკრეტული ღონისძიებების ჩატარება არის საჭირო, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობა. ძაღლების შემთხვევაში, ფისოების შემთხვევაში, გთხოვ შენგან ველით რეკომენდაციებს. კიდე სხვათა შორის მე რა ცოტა ადრე რომ მოვედით, გავეცანით და სხვათა შორის იმ ვაქცინები არის იქ, რომელსაც მე ჩემი კლინიკა მაგალითად ხმარობს, როგორც არის ვანგარდი, ეს არის კომპლექსური ვაქცინა, რომელშიც შედის ჭირი, ენტერიტი, გეპატიტი, ლეპტოსპიროზი, თითქმის ყველა ესე იგი სხვა სეროტიპებია წარმოდგენილი და ძალიან ეს არის ამერიკული ვაქცინა, ძალიან ეფექტურია და ძალიან სანდოა. ანალოგიურად აქ არის დეფენსორი, ეს არის ანტირაბიული ვაქცინა. ეს არის ცოფის ვაქცინა, ანალოგიურად ეს თითქმის ყველა კლინიკები აი ამას ხმარობთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ეფექტური, ძალიან ესე იგი ანტისხეულების ტიტრი ძალიან მაღალ დონეზე დგას და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ევროპაში მაგალითად, როდესაც ჩვენ ვაგზავნით ცხოველს, იმიტომ რომ ევროპა ითხოვს ანტისხეულების ტიტრის ანალიზების შედეგს, ყოველთვის აი ამ ვაქცინით ვაქცინირებული პრეპარატი ყოველთვის არის ნორმის ფარგლებში, პროზე მაღალიც არის ვთქვი და ამიტომ თავისუფლად ხდება ესე იგი ევროპაში ამ ვაქცინით ვაქცინირებული ცხოველის შეყვანა. აი რა ქვია სახელი რომ დეფენსორი, ანტირაბიული დეფენსორი არის, კი. ძალიან კარგი პრეპარატია და სწორედ ახლა ჩვენ ვაქცინებზე ვისაუბრეთ და ამიტომ ჩვენ ვილაპარაკეთ ანტიპარაზიტულზე. აი დაუშვათ ჩვენ თუ სიმპარიკატრიო მივეცით ჩვენ ცხოველს და მე შემდგომში თუ მას უწევს ვაქცინაცია ვეტერინარი კლინიკაში, რა თქმა უნდა ჩაუტარებს როგორც კომპლექსურ ვაქცინას, ასევე ანტირაბიულ ვაქცინას და მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ ის პროფილაქტიკური ღონისძიება ჩატარებულია. ეს არის Strokehold Plus-ი, სხვათა შორის ძალიან ეფექტური არის. ესეც კატებში, როგორც ექტო, ისე ენტოპარაზიტებს მუშაობს. ესე იგი ჩვენ ამას რო დავაწვეთებთ, ესე იგი ფისოს, ხერხემის გასწვრივ, არ როგორც ექტო, ესე იგი წყილები და ტკიპები არ ეყოლება, რა თქმა უნდა, თუ წყილები უფრო ანალოგიურად ჰელმინტები არ ეყოლება საერთო ორგანიზმში, ნაწლავური პარაზიტებიც არ ეყოლება და ამიტომ ეფექტურია. ვირბაკის ფირმის ეფიპრო არის, ესეც ძალიან კარგი და ძალიან ეფექტური არის. ესეც დაწვეთებით ხდება ხერხემის გასწვრივ და სუსტად იგივე შედეგი აქვს ძალიან კარგი, იმიტომ ვირბაკი არის ვირბაკი. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ. მაშასე ჩვენს ეთერში რუბრიკა სტუმრის დროა, მინდა წარმოგიდგინოთ არაჩვეულებრივი ადამიანი, შოუმენი აჩი ფურცელაძე, არაჩვეულებრივ უსაყვარლეს ბენჟამენთან ერთად. გამარჯობა აჩი. გამარჯობა. მოგესალმები ბენჟამენის სახელითაც. ანუ არჩილ და ბენჟამენ ფურცელაძეები გსტუმრობთ. კი, და დიდი სიამოვნებით გმასპინძლობთ. აი შინაური ცხოველებისადმი შენი დამოკიდებულება. აი უკეთილესი და უკარგესი, მოდი გვიანბე. მე მინდა გავიხსენო დაახლოებით ალბათ 5 წლის წინანდელი პერიოდი, როდესაც მე შენთან ვიყავი გადაცემაში, ჩემი ჟოზესთან ერთად. ჟოზესთან ერთად. ჩემი ფრანგული ბულდოგი, რომელსაც მე მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ ძაღლებს არ ვეძახე. ზედან ჩემი ბიჭები, დამყავს კიდე მეორე კუპერი. და ჟოზე და კუპერი გამრავდით იქ მოკლედ. ორივე ბიჭია, მაგრამ ნუ მოგვებატა, იმიტომ რომ რაღაცა ჟოზე მოიწყიდა და მეთქი რაღაცა გვინდა და მოდა გამოჩნდა კუპერა ჩვენ ცხოვრებაში და მოკლედ ყავს 5 წლის. ეხლა ხვდები რომ ოქტომბერში უკვე 6-ის ხდება და უკვე გაიზარდა ჟოზე. კუპერა არის 4 წლის და ისინი არიან ჩემი ბიჭები და ეს არის ძალიან სასაცილო, ეს არის ჩემი ძმა. იმიტომ ეს დედა ჩემის ბიჭია. შესაბამისად გამოდის რომ ჩემი ძმა პატარა და ბენი ამ შემთხვევაში ყავს 3 წელს. ანუ 3, 4, 5 აი ესეთი ასაკი გვაქვს ჩვენი მეგობრების პატარა ცხოველებს ვეძახი და ძაღლებს ვეძახი ყველა, მაგრამ მე რომ მაინც ჩემი ბიჭებს ვეძახი. ძალიან მიყვარს. ეს ხო ძალიან მიყვარს, გასაგებია თან ეს ისე გავა წელი, რაღაცა შეიძლება ვერც ვნახო, ხო, იმიტომ რომ წასული ვარ, რო ჩამოდივარ, გასაგებია, ნახულობ და უდიდესი სიხარული აქვს. აი ეს რაღაც ამოუხსნელი ფენომენი, მაგრამ ალბათ როგორც ადამიანებს გვაქვს
ბავშვი რო იბადება და რო უნდა მისცე, განსაკუთრებით საკეის დროს ხდება ხოლმე ეს ამბავი, რომ მამას რო აძლევენ და ეს სუნი რო უნდა იგრძნოს აუცილებლად შვილმა დამადებულმაო. აი რაღაც ეს მომენტი ამაძეც ვსწავლდება, იმიტომ რომ ეს მე წამოვიყვანე. და ეს პირველი სუნი აქვს ჩემი და აი ამ წლიდან წლამდე შეიძლება რომ ვერ ვნახო, ჩემზე აქ ეს ბზ ემართება ბნე და მე რომ მივდივარ ეგრევე ხატულა ეძახის მოღალატეს, იმიტომ საერთოდ აი არც ელაპარაკება, არც ეკონტაქტება, საერთოდ ყურადღებას არ აგზავს, არის ჩემს ბოლოდიში, ტირილში სანამ მივალ, თუ მივედი მერებიდის თამაში და მოგეთ ესე უდიდესი სიყვარული აქვს ჩემ პატარა ძმას, ну თავის დიდ ძმასთან და ისე შემიძლია ვთქვა, რომ მივხვდი რომ ესეთი პოტენციური ისე რაღაცა კვლელი არ ვარ გასაგებია, მაგრამ ძალიან აგრესიული ხდები მათთან დაკავშირებით თუ რამ ხდება. ეს ადამიანების ფაქტორი. ხო, რაღაცა გარდა იმისა, რომ ეხლა ის რაც ხდებოდა და რაღაც ამბავი იყო და აბსოლუტურად სოლიდარული ვიყავი, იმიტომ რომ უნდა დაალაგდეს ეს თემა მე მესმის მთავრობისაც, ქალაქის, ხალხის მით უმეტეს მესმის, რომ რო გაგექცევა რაღაცა, უნდა შეგეძლოს დაჭერა ამ სიტუაციის და რაღაცა რაციონალურად გამოიყენოს საშუალება იმისა, რომ ყველაფერი დაალაგო, მაგრამ მე იმ ხრივ ვიძახი, რომ აი ერთხელ ესეთი მის ხონდა შევთხოვა კუსტვაზე ვსეირნოვდით, მაშინ ჯერ კიდე ჟოზიკა მყავდა, ჟოზე იყო მარტო და ვსეირნოვდით ვიღაც გამოიარა, რაღაცა წყვილმა, ხალი, კაცი, არ არიან პატარები, არც ძალიან დიდები არიან, მაგრამ სასრული საზოგადოება. და გოგომ გადახედა ამ თავის ბიჭს და ვიმე ნახე რა მახინჯიაო. და ნუ აი იცი როგორი რაღაც გამიტყდა მეწყდა კი არა. აი ადამიანს თავის ძაღლზე ასე რომ მეუბნები. გაუბრას დიდებთან ისე ვიყავი რაღაც ეს კებ გამოხ წამოხოლი ისე ჩემთვის რა. ის მომენტი არის ხოლმე ხო იცი რომ გცნობენ და ვითომ რომ გერიდებიან და არ მიყვარს და ჩემთვის ენობეს ჟოზიკა დაარბის რაღაცა უხარია და უძებ ამ ქალის ეს ნახე რა მახინჯიაო. კი რა წესია ვინმე მკითხათ აზრი როგორია ლამაზია ვინ გეკითხება ეს ერთი მე რა მომენტია ტაქტი რომც არ მოგწონს რატო ამბობ ამას მამაგვართან მე პატრონი ვარ ხო რა უცილებლად შემოგიტრიალდები და რაღაცთან მე და პატრონიანი ძაღლის მიმართ კიდევ არაუშავს პატრონი რაღაცნაირად დაიცავს თუნდაც ეს სიტყვიერი რეპლიკა მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ხა იცი კარგად დიდი აჟიოტაჟი იყო ხო ამას ვამბობდი იგივე რაღაც ფიზიკური შეხედვა რა ნუ საშინელი მაგითო ვიცახე რომ ამ დროს პოტენციურად ვარ აი კვლელი არ ვარ მაგრამ ამ თუ გადამეკედა არ ვიცი იმიტომ რომ აი შემიძლია რომ აი ფიზიკურ შეურაცხყოფაზე გადავიდე, იმიტომ რომ აი როგორც კი დავინახო რომ რაღაცა ისე თან ბავშვებმა იცი ხოლმე ესე ხელს მოუქნევენ, ფეხს მოუქნევენ, რაღაც ბოთს მოუქნევენ. მინდა რომ ჯერის მშობელი დავაკლაზეთ რა, ანუ აი იმიტომ რომ რატო? არასწორი რატო? იმიტომ რომ რაღაცა მოეფერე, მოესიყვარულე. თან ისე ვიცი კიდე რომ მიიყვანე, იმ ბავშვისთვის გვინდა, რა გინდა ბავშვისთვის, გასართობია, სათამაშოა. ოჯახის წევრი ჩვეულებრივ. აუცილებლად ეს უნდა გაიზარდოს. მე მესმის და ძალიან მიხარია რომ ბავშვებთან ერთად იზრდებიან ეს პატარები და ბავშვი, მაგრამ თუ ჩადებ და უნდა ჩადო ბავშვი ის რომ ეს არის შენი ოჯახის წევრი და მოეფერო ყურებიდან კი არ მოკაჩო გასაგებია ბავშვებს აქვთ რომ რაღაც აწოლო მაგრამ მიდი და უთხარი რომ არა შვილო არ მოკაჩო არ ატკინო მოეფერო და გაიზარდეთ ერთად და რამდენი ვიცით რომ როგორი დიდი სიყვარულია ამ ბავშვსა და აი ძახშორის ერთმეც რო ეფერებია იმიტომ რომ ნუ ესენი ხო უერთგულესები ხო ნუ ძალიან მეყვარს ის ფოტოები ორივე როდესაც პატარაა და შემდეგ წლების შემდეგ რა თქო 10 წლის შემდეგ 15 ხო რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს ხო ერთადერთი არსება მე სულ ვიძახი რომ რა გასაგებია არც პირველი ვარ არც ბოლო მაგრამ ხო რამდენი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ და უნდა ვისწავლოთ ამათგან ის ერთგულება ის უანგარო აბსოლუტურად სიყვარული ვიხარ ახლა რაღაცა რამდენი გაქვს ფული რა მაგალითად ხარ ატა თუ არა ინტერესებს და ერთადერთი არსება რომელსაც უყვარხარ თავის თავზე მეტად დამთავრდა აქ ნუ და ის ემოცია შეხვედრის სიხარული ეს სახში მიდიხარ ეს ხო სასწაულია მე რომ მკითხონ აი სად და როდის ხარ ბედნიერი აი მკითხვაზე პირდაპირ გავცემ პასუხს აი რო წევარ ხამე ძილის დრო რო გვაქვს მოკლედ რო გავისეირდეთ ეს მესამე გასვლა რო გვაქვს და რო გავისეირდეთ მოვედი და აი რო ხვდები რომ დავწექი და ერთიც და მეორეც ესე რომ წვანან ჩემთან არა ჩემზე და ესე რო ზინავ და ეს სულ თქვა თან გასაგებია ფრანგულები კარგად ხრინავენ და ამბავი ხო და აი ეს ამათი ხრინვა აი ამათი ეს კომფორტი რო ხვდები რომ აი ხო სამი ფაზაა ძილის ჯერ ესე მე მეორე ფაზაა გვერდულად და მესამე ფაზა ზურგზე ესა და ჯექსონის ტრილერივით რო წვანა ხოლმე ესეთ პოზებით და აი ამ დროს ვარ ყველაზე კარგად და ყველაზე ბედნიერი იმიტომ რომ ვიცი რომ ბიჭებს ყველაფერი კარგად აქვს მე ვარ ბედნიერი იმიტომ რომ იმათ არაფერი და ეს ცირკულარი იმათვის არის ბედნიერება რომ მათთვის არის რომ მე ვარ ახლოს და ჩემს აი ამ არაფერი ხო ერთად გძინავს თუ მშვიდად ვარ არავის
იმხელა ბედნიერება. თუ სახში მისვლა გასაგები მე რამდენი დიდი რაღაცა ისინი როგორც შეხვედრები როუტებს რო ეძახიან რომ შეხვედრები და რაღაც სუფრები რამდენი ნავდგა რომ წავედი ხა ბიჭები ყავს გასასწრებინებელ და ბევრი ხო ვერ ხვდება ბიჭები ვინდა გონიათ რომ ბავშვები ხო და რა შეეროდის მოასარიდა რაღაც მეთქი ბიჭები ანუ თან არ ვიძახე ცხოველები ძაღლები ჩემი ფრანგული ბულდოგები მოიცა რა მოითმენ შენ მოითმინე და ჩვენ დროდეს მე პრობლემა კიდე შევხვდები და დავლევთ მაგრამ ეს სახში მელოდება ერთი მელოდება ყურადღება უნდა ის ნაჭება დაალევინო გაასეირნო ძალიან სპეციფიკური ძალიან რთულია აჩი ჩემო კარგო მოდი ბენჟამენს დაუბრუნდეთ ჩვენი უსაყვარლესი სტუმარი სახელს როგორ რეაგირებს მოიხედა ესე იგი ბენიკო ფანტასტიკური მოვლილია როგორც ჩანს აი ყავისფერი გარსები თვალის ირგვლივ რაც მალტეზეებისთვის დამახასიათებელია არ აქვს აი როგორ უვლი მოდი მოხევი როგორ უვლი როგორ მე დისტანციურად ვვლი ხატულა დედაჩემი უვლის და ну აი უვლის ხოლმე ისე ხოლმე დღეს რაღაცა გააქანეს კარაკიანი პური რაღაცა იყო ზევიდან დადებული კიდე ეს ჯიგლოზე მოტეხავს უფრიდან და რო შევედი მივხვდი რომ რაღაცას იმაშვება და მეთქი რა შევიდა უი გამექცა ცოტა უზდელები ვართ და სკამი თუ დაგჭე გამოწეული აუცილებლად ახტება და იქ მოირბეს ყველაფერს და რა თქმა უნდა ძალიან ესეთი ინტერესი ამბავია ყველაფერი აინტერესებს მიდიხარ ჯიბეში გიძრობა ეგრევე და და ისე კარგად გამოვაქ რომ ვერ ხვდები რომ სად რა გაცალა და მე ხვდები რომ თუ გაიქცა ესე იგი რაღაცა მოკპარა და მე მიდის მოთაფლო რომ მოდი მომეცი და რაღაცით უნდა მოიტყო ცოტა გვაქვს ეს დისციპლინაში ორიანი გვიწერია ხამხრებ თორე ისე ძალიან ხიარულაძეა თავის თავს კარგად ართობს სათამაშოებით რაღაცები რა შეიძლება მოვლას ну რა თქმა უნდა ვცდილობთ რომ თან ჯიშიც კარგი გვაქვს იმიტომ რომ დედა ყავს ძალიან კარგი ლუსის აქვე ძალიან თითი მოკითხვა და ლუსის პატრონს თათიას რომელსაც ბებიას ვეძახი ბებია ხარ მეთქი და სულ გვეციდება ამაზე ვცდილობთ რომ რა თქმა უნდა საკვები იყოს კარგი რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მე კი ვცდილობ რომ ძალიან არ გავათამამო და სუფრიდან მაგიდიდან არ მარა ნუ ხატულა ვერ ახერხებს იმიტომ რომ ის თაფლავს ხოდა რაღაცა კვერცხის ცილა იქ ცოტა ყველი ცოტა რაღაც მაგრამ ნუ ისე ზომიერად მაგრამ ნუ არა ყოლნა აღვნიშნოთ რომ ულამაზესი ბიჭია აი ეს თუ კი სადმე წავედით ამ გრუმინგებზე და რაღაცა ნუ სურათები ამისი უვდებთ და რეკლამა ამით იკეთდება რომ აი ჩვენი გრუმინგი რომ ეს რაღაცას მარდაშკას რო ეძახით ეს სახი აქ ძალიან ლამაზი შავი წერტილი სამი ცალი ცხვირი და უშე შემოგვიყვება ესე იგი აჩი ჩემო ძვირფასო მე მინდა კომპანია მეგავეტისგან გადმოგცე საჩუქრად არაჩვეულებრივი შამპუნები ჰიგიენის საშუალებები დოქტორ ზაიდალის ფირმის პოლონეთის ნაწარმოების ალოეს და შვრიის და ასევე ჰიპოალერგიული შამპუნი როგორი საჩუქრებით მიდივართ ჩვენ და ასევე ეს არის დოლფოსის იმუნოდოლი ესეთი საშუალება ვიტამინების ნაკრები და მინერალების რაც არის საჭირო ამ მადლობის მეტი რა გვაქვს სათქმელი ბენი ამას ქვია მოვედით გნახეთ ვისი ამოვნეთ ეს ერთი და ნორეთ მიდივართ დასაჩუქრებულები ყველაფერი შევთვიჩუქრებულები კი ჰიგიენური ძალიან მაგარი ბიჭია ძალიან ახლა გული თბილი ეს ღამე ჩახუტებები უყვარს და ხო ბიჭუქელა და მე დაგვპირდით რომ როდესაც გვესტუმრებით გვიანბეთ როგორ ისიამოვნეთ აუცილებლად შედეგებს აუცილებლად გაგაცნობთ კი იმიტომ რომ რა თქმა უნდა ძალიან საჭიროა გარდა იმისა რომ მოუვარეთ საკვებით და ასე შემდეგ და აბა ეს ყოველდღე სამჯერ გამოვირეცხეთ ეს ჯამი კი ბატონო ჯამები და აბა დიდი ყურადღება ექცევა რა თქმა უნდა ჩემთან ჩვენთან იმიტომ რომ ეს აუცილებელია წყალი რომ უნდა გამოწვალო ორჯერ მაინც და აბა ეს უნდა ჯამი და გარეცხო ეს მაგრამ დაბანის მომენტი და ეს ჰიგიენის მომენტი რა თქმა უნდა იმიტომ რომ უნდა მოინახოს ზუსტად ის თან ესენი ხო ალერგიულები თან თეთრები ხო და ეს მე ჟოზეზე კარგად მაქვს ეს გამოცდილი და ისინი საერთოდ ალერგიულები არიან და მოგეთ აქ მადლობა მოც ყველაფერი კარგად გვაქვს და ახლა უფრო კარგად ვიქნებით იმიტომ რომ დაცულები და გარანტირებული რომ აქედან ალერგიის წყარო არ გვექნება ხო მადლობა დიდია ძალიან დიდი და ბენი რამე სიძგვენა შენ და იმ მხიარულ ბიჭს ულამაზეს ხო რამე გვეტყვი თუ არა ხო არა ის ძალიან ჩუმი ძალიან წყარია ესე მაგრამ სახში ვდანახო აი დადის კედლებზე მოგეთ მადლობა ძალიან დიდი მადლობა რომ გვიმასპინძლეთ და მადლობა საჩუქრებისთვის დღეს კი მე ამით დაგემშვიდობებით მადლობა რომ გვიყურეთ ნახვამდის